დრო საფონდო ბაზრების მიმოხილვაზე გადავინაცვლოთ. განვლილი 2 კვირა ამერიკული საფონდო ბაზრისათვის გამორჩეულად პოზიტიური იყო. ყოველი ამ კვირების განმავლობაში ჩვენ საშუალოდ ვიხილეთ 3.9%-იანი ზრდა და ეს აღმასრულის დინამიკა უკვე ამ კვირასაც გრძელდება. გუშინ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ, დღეს კი ვითარება კიდევ უფრო უკეთესია, როგორც ხედავთ, მაგალითად S&P 500 არის გაზრდილი 1%-ით, Dow Jones-თან ამ ეტაპზე გვაქვს +0.59, Nasdaq-ი კი აფიქსირებს plus 1.72%. სხვათა შორის S&P 500 უკვე ზუსტად 1%-ით არის დაშორებული ახალი რეკორდული ნიშნულისგან და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მომძლავრებული არის როგორც ენერგოკრიზისის გაღრმავების, ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და პოტენციურად კონფლიქტის გაჭიანურების რისკები, თუმცა მიუხედავად ამისა, კორპორაციული სექტორის შედეგები იმდენად დადებითია, რომ ინვესტორებს მაინც შეუძლიათ რომ ენდონ ამერიკულ ბაზარს და ის როგორც გითხარით, სავარაუდოდ უკვე ხვალ ან მაქსიმუმზე ახალ რეკორდულ ნიშნულსაც დაძლებს. აქვე კომპანიებსაც უნდა გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, ლამის ყოველ მათგანს აქვს გამორჩეულად კარგი შედეგები. Nvidia-სთან ეს არის +3%, Google-თან 3.9%-იანი ზრდა გვაქვს, Microsoft-ის გამოცოცხლდა 2.74% ემატება, Amazon-ი საერთოდაც 4%-იან ზრდას აფიქსირებს, TSMC დაახლოებით 3%-ს აჩვენებს, Broadcom ისევ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მან უკვე 30%-ზე მეტი ზრდა დააფიქსირა, Meta-ს +5% აქვს, Tesla-ს კი +4.21%. ცხადია, ყოველ ამ კომპანიას არ ქონია სასიხარულო ამბავი 24 საათში უფრო მეტად ეს ბაზრის განწყობის ცვლილებაზე მიუთითებს და იმ ნარატივის დაბრუნებაზე, რომ ამერიკული კორპორაციული სექტორი ყველა გამოწვევას გაუძლებს და გადალახავს. სხვათა შორის ამისი პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, რადგანაც ამ კვირას უკვე დაიწყეს წამყვანმა ამერიკულმა მსხვილმა საინვესტიციო ბანკებმა თავიანთი ფინანსური შედეგების წარმოადგენა და ყოველი მათგანი შედეგები იყო რეკორდული, კონკრეტულად კი მათ შემოსავლებზე და მოგებაზე. რამდენიმე წუთში მოგიყვებით, მანამდე ჩვენ გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ასევე დადებითი განწყობა გვაქვს ომის დასრულების პოტენციურ მოლოდინში. გაიზარდა ევროპული ინდექსის შეფასებაც საშუალოდ 1%-ით. შანხაისაც დადებითი შედეგი აქვს +0.95%, ნიკეისთან კი ზრდის მაჩვენებელი არის 2.43%. როგორც ხედავთ, გლობალურად ლამის ყველა საფონდო ინდექსი დღეს არის გაზრდილი. აი ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია, რომ უფასურდება ნავთობი, ძალიან მკვეთრი დაღმასვლა გვაქვს, -7% ერთ დღეში, WTI $82-მდე დაეცა, ხოლო ბრენტის ფასი $95-ია. ერთ კვირაში კორექცია, როგორც ხედავთ, 18% გვაქვს ამერიკულ ნავთობზე, ხოლო ბრენტის შემთხვევაში, გლობალური ფლაგმანის შემთხვევაში -13%, 20%-იან კლებავს ხედავთ ბუნებრივაირთან და მეგავატ-საათ ენერგიის ფასი შეადგენს დაახლოებით 43 ევროს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ის გაძვირებულია დღეს 1.9%-ით, უნცია მეტალის ფასი გვაქვს $4,815, ერთ წლიან პერიოდში +48% გვაქვს, ვერცხლთან კი +145%, ორივე შედეგები არის გამოსწორებული. აქვე ცხადია, კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, ამ მიმართულებითაც გვაქვს პოზიტიური შედეგები, რადგანაც ბაზრის განწყობა არის გამოსწორებული, ინვესტორები ფიქრობენ, რომ შეიძლება კონფლიქტი მართლაც საკმაოდ მალე დასრულდეს, შესაბამისად რისკის პრემია ბრუნდება ბაზარზე და ინვესტორებს უნდათ რომ განათავსონ თავიანთი აქტივები სხვადასხვა ასე ვთქვათ, კრიპტო და ციფრულ აქტივებში. ბაზრის შეფასება ამ ყველაფრის ფონზე დღეს 3.9%-ით გაიზარდა, მან მიაღწია $2.620 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის, როგორც ხედავთ, უკვე 75,300-ის ფარგლებში, ეთერიუმი დაახლოებით $2,300 ვაჭრება, მატება ერთ კვირაში +11% ბიტკოინთან, ეთერიუმთან კი +14%. კაპიტალიზაცია გვაქვს 293 მილიარდი ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.5 და აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ კი გსურთ ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა, შეგიძლიათ გამოიყენოთ CoinMania-ს პლატფორმა, სადაც ყველა ეს სერვისი მარტივად არის ხელმისაწვდომი. აქვე ჩვენ ლონდონშიც უნდა გადავინაცვლოთ, იქაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს, ისევე როგორც გლობალურად ლამის ყველა ბირჟაზე, გაზრდილი არის საქართველოს ბანკის შეფასება და მატების მაჩვენებელი 1.64%-ია. TBC-სთან კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვაქვს, როგორც ხედავთ, 4%-ზე მეტად გაიზარდა ის და ჩარტი უკვე უბრუნდება ფაქტობრივად რეკორდულ მაქსიმუმს, რომელიც სხვადასხვა 2025 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, სულ რაღაც 2%-იანი ზრდა სჭირდება TBC-ს დამატებით იმისათვის, რომ მან ოფიციალურად ახალი რეკორდი დააფიქსიროს. და აქვე ბოლოს უკვე
ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის კურსიც დოლართან მიმართებით ამ ეტაპზე არის 2.79. ევროს კურსი არის 3.18, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.65. მოკლედ, აი ასეთი პოზიტიური განწყობა გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე.